ისე რომელ გუნდს გულშემატკივრობ? არავის არ გულშემატკივრობ, იმ ყველა გუნდს ვისაც იცნობ ელიტარულ ვინც წარმოგიდგენიათ ეხლა უცებ ელიტარული რაგბი რომ დავასახელო 6-ერი, 4-ერი და ასე შემდეგ ყველა გუნდს იმდენი კრიტიკა და ნეგატივი აქვს მედიაში და უკან იმეილებში ჩემს მიმართ გაშვებული რომ არავის არ გულშემატკივრობ მაგრამ საქართველოს ნაკრების გარდა იმდენად რთულია მაყურებელს გონია რომ რაგბი რასაც ხედავს მოედანზე მხოლოდ იქ შემოიფარგლება ძალიან ბევრი რაღაც ხდება ეგრეთ წოდებულ ბექგრაუნდში ანუ უკანა ნაწილში ურთიერთობები იმეილები რა თქმა უნდა კაი ურთიერთობა მაქვს უმეტეს გუნდებთან ნაკრებებთან მაგრამ ყოველთვის ყველა ნაკრებთან რაღაცა მომენტი მქონია რომ სადღაც გაუკრიტიკები ვარ სადღაც მომწოლინა ესე ჟარგონულად ამიტომ ძალიან მკაცრები არიან რომც იგებენ თამაშებს მაშინაც ძალიან მკაცრები არიან მუდმივად გაკრიტიკებენ მუდმივად წნეხში გამყოფებენ ამიტომ ჩემ გულშემატკივრობა მაგათ არ ეღირსება გარანტიას გადო ერთ საქართველოს ნაკრებს და აგერ ბიჭებს გულშემატკივრობ იმედია ეგენი ფინალში გავიდნენ და იზე სიხარულით გავდგები გვერდზე რომ აი ეჭვიც არ მეპარებოდა რომ ეს პასუხი ყველაზე კარგ ადგილს ვიშოვი ფინალზე და მაგარი მთვრალი საქართველოს დროში და ესე დავდგები იმედი ვერაფერს მე ძალიან მიგვირს იმიტომ რომ რაგბი მით უმეტეს რაღაცა ვაშკაცური სპორტი არის ესეთ რაღაცებს თუ აკეთებენ ცოტა გამიგვირდა არა რო ვაშკაცური როგორ არის მოთამაშეებისგან არასოდეს პრობლემა არ მქონია მოთამაშეს უბრალოდ დღეს ძალიან მაღალ დონეზე ძალიან გამკაცრდნენ ადამიანები რაღაცა ხანდახან ისეთ ადამიანურ სახეს კარგავ რა რომ კარგავენ თვითონაც ეს საზოგადოება დღეს ძალიან მკაცრია და ძალიან მომთხოვნია და ნაწილია იმით რომ წნეხს გადებენ და ეს ბუნებრივია მაგრამ ხანდახან რაღაც ზომაზე მეტად გადის და ის რაც თქვენ ახსენეთ ეს სარაგბო ვაშკაცური და პატივსაცემი მომენტები იკარგება უკვე ამ ბოლო დროს იმიტომ რომ ფული იზრდება და სადაც ფული იზრდება იქ პატივისცემა ყოველთვის იკლებს ავტომატურად ამიტომ აი ეს მიმდინარეობს რაღაც სამუშაოები რომ სარაგბო პატივისცემა და სულისკვეთება შევინარჩუნოთ რა იმიტომ რომ რაღაც ზოგ ნაკრებს უკვე ძალიან და წვრთნელს ძალიან ზედმეტი მოსდის რა